kiss your tongue when we're talking about what I need. გამარჯობა, ეხლა ჩამოვედი თიანეთში, ლამაზი მყუდრო და წყნარი ადგილი ვიპოვე, მდინარე იორის ნაპირზე. იქით ლამაზი ბუნება იშლება და აქეთ მდინარე მაქვს. თიანეთში ვიყიდე გამოვლაზე დამბალ ხაჭო და ვაპირებ, რომ დღეს გავაკეთო დამბალ ხაჭო. ან დამბალი ხაჭო, რომელია სწორი არ ვიცი. ხაჭუა, რომელსაც გარედან ობი აქვს, დიდი ხანი აძველებენ. მაიკა გამოვიცვალე, უთხელესი მაიკა იყო ქაღალდივის რაღაც. არასასიამოვნოსაყურებელი. დღეს დამბალ ხაჭოს გავაკეთებ გარეთ. და არ გავაკეთებ შიგნით, იმიტომ რომ ამას აქვს ძალიან მძაფრი სუნი. და არ მინდა რომ მანქანაში დარჩეს ეგ სუნი, აი რაღაცნაირი სუნი აქვს რა. სუნის გამო არ მოწონს ძალიან ბევრს. ამიტომ ესეთი რაღაც მაქვს, რომელზეც გავაკეთებ ამას. იმედია ეს დამბალი ხაჭო ერთიანი მასა გამოვა რა, ზოგი ისეთი ხაჭოა ერთიანი მასა არ გამოდის ხოლმე, მაგრამ გემო იგივეა. უბრალოდ ერთიანი მასა უფრო რაღაც ლამაზი სანახავია. ხვალ ვაპირებ, თუ კაი გამომივიდა, დამბალ ხაჭოს ბურგერების გაკეთებას ყველის ნაცვლად, იმიტომ რომ ესეთი კაი გემო აქვს, რომ შეიძლება ყველის შემცვლელად გამოიყენო, არა, ყველი ახლა ყველაზე მაგარია, მაგრამ აი ესეთი რაღაცა ესა თუჯის, ალბათ იმიტომ რომ ძალიან ძიმეა. და ესეთი გრილის ადგილი აქვს. აქეთ ჩვეულებრივი გაზი. იმედია ეს მეყოფა თუ არა და მე მართლა შიგნით გაზზე გადავიტან რა, ეს 450 გრამი. როგორც ვთქვი, დამბალ ხაჭოს არ უნდა ზედმეტი არაფერი, მარტო ერბო და თვითონ დამბალ ხაჭო. დავიწყოთ კეთება. და უკვე ცუდად დავიწყე, იმიტომ რომ ხელთათმანის აღება დამავიწყე და გაკეთება. რამდენიმე დღის წინ ვიყავი სიონზე სათევზაოდ და დავიწვი, დავიხრუკე, ისე დავიწვი, რომ კანი კი არ მძვრება, ისინი ამომივიდა, რა ქვია, ბუშტუკები. არა, ეხლა ლეჩხუმში მივდივარ და მზად ვიქნები, რო არ დავიწვა იქ. დამბალ ხაჭოს ამობს აცლიან ხოლმე რა, მაგრამ ძალიან ბევრი არ აცლის. მე მოვაცლი, ოღონდ ძალიან ოდნავ რა, მაინც დავტოვებ ცოტას. იმიტომ რომ ეს ობი სასარგებლოა, როგორც ვიცი. ესეთ მდგომარეობამდე მივიყვანე, ეს გარედან რაც აქვს არის სულ ობი. ეხლა მოდი მე ამას ძალიან ესეთ ნაჭრებად დავჭრი. აუ ეს კაი იქნება. აუ რა კარგადა. კაი დაძველებითა. ეს გადამივარდება და ფაფუ დამბალ ხაჭო. პორციებში ვერ ვერკვევი კარგად, იმიტომ რომ წინაზე მაკარონი რო გავაკეთე, პასტა, ძალიან დიდი პორცია მომივიდა. რა თქმა უნდა, ვერ ვჭამე ის ბოლომდე. აი ეხლაც ის პატარა ჩანს, მაგრამ წაის და არ გამოვა ბევრი არა. ფასი ვისაც გაინტერესებთ, 3 ცალი ესეთ ბურთულა ღირდა 40 ლარი. კილოს ყიდიან 60 ლარად. 1 კილო ეს დამბალი ხაჭო ღირს 60 ლარი. ეს უკვე საღამოა, 7 საათი ხდება. ამას გავაკეთებ და მე უკვე დაბნელდება. აი შუალედში არ ვიცი ხოლმე რა გავაკეთო. წინა ვიდეოს რო უყურე, სულ არის გაკეთება და ისე ჩანს გეგონება ჭამისმის არაფერს არ ვაკეთებდი. არა და მთელი დღე ვიჯექი გარეთ ბუნებაში რაღაც წყნარად შვიდად ხეთს უყურებ და რა გადავიღო ხოლმე ვერ ვხვდები რა. ეხლა ესე უნდა დავაკუცმაცო თუ არა ძალიან არ ვიცი, მაგრამ რატო არ? უფრო ადვილად არ გაიხსნება? გაიხსნება. მართალი ხარ ლუკა, მიდი დავაკუცმაცე, ვინ შეგეწინააღმდეგება, არავინ შეგეწინააღმდეგება. ხეთ რა კარგად გამოიყურება. ეხლა ეს გადავიტანოთ ტაფაში, მაგრამ ეს ბევრი წყალია. ესე ცოტას, მაგრამ ტაფაც დიდია. ვერ გავიგე რა. ცოტა ხანი დალბეს წყალში. გავუშვათ ცეცხლი. აინდო. ჯერ დაბალ ცეცხლზე დავდოთ. და შეხურდა უკვე. იწყებს წელვას ნელ-ნელა. რო კეთდება, კეთების პროცესში უფრო კაი სუნი აქვს ხოლმე რა. ამ დამბალ ხაჭოს. არა და სულ მაქვს დამბალი ხაჭო. ორჯერ მგონი ნაჭამი. ეს შეიძლებოდა გამიკეთებინა
ყველის სახეხით რა და უფრო ადვილად გაიშლებოდა, მაგრამ პირველად ვაკეთებდა თუ არ დანაწევრდა და ძალიან თუ არ დაიშალა, არც ეგ არ იქნება დიდი პრობლემა. შეიძლება და კიდევ უფრო დაჭრა ამის. ესე მდგომარეობაშია ეხლა. მოდი ცოტა წყალი დავუმატოთ კიდე. ამას ერბორო დაემატება კიდე. ეს გამორიცხული ახლა ბოლომდე გაიხსნას. მაგრამ ბოლომდე გახსნა არცაა საჭირო პირველად რო ვაკეთებ. შემდეგზე ისე დავაკუცმაცებ, რომ ერთიანი მასა იქნება. ახლა ავიღოთ ერბო და გავუკეთოთ ბევრი ერბო. გემო ისეთი აქვს, რომ ამორიცხულია ცუდი იყოს. ერბო მომივიდა ბევრი ვერ გავთვალო. ახლა ეს რომ გავთიშავ გას, ეგრევე უნდა გაციუდეს და ცოტა გამყრივდეს. გავსინჯოთ. რო შეგრილდა ახლა უკეთესი ტექსტურა მიიღო, მაგონი დიდი ხანიც მედგა. პირველი გასინჯო, ეს თეფზე გადმოღება არ უნდა, ამას ეს ეგრევე ტაფიდან იჭმევა. უგემრიელესია. ამას შევჭამ. გვიქნებ თანამ არ დაბნელდება, მერე გვიან ფილმს გავუშვებ. Say what you will at the hardware store. Don't get you started talking about sports, baby. Why won't you talk to me? Can't get your tongue when we're talking about what I need. Think you're the silent type, but that ain't what I like. I need a man who knows how to speak. So talk to me. Yap on the phone with your daddy till dawn. Fishing with your buddies, going on and on and on. Those fish hear more than me. Cat gives you. რაღაც კინო ჩავიწერე. 2022 წლისა სახელი დამოგვიწოდა. მას გავუშვებ, აქ ცოტა ინტერნეტი არ იჭერს კარგად. მაგრამ ალბათ ჩემი ქსელი არ იჭერს, სავარაუდოდ. სამაგრი გამომხდა პროექტორის. ბანძი მქონდა ისედაც. და ახლა ტელეფონი სადაც მინდავს მან უნდა ჩავტენო. ეს რა აქ რო დავდგა, ცოტა გვერდიდან იქნება. სახელი მეც არ მახსოვს რა კინო ჩავიწერე. მაგრამ რავი, ძალიან კაი შეფასებები ჰქონდა. ბევრს ეწერა კაი რაღაც. შევიდეთ. ეს საათი არასწორია. გეტყვით რა კინოა ეხლა. ფაილებში movies. ყველაფერი ყველგან ერთად. 2022 წლის ფილმი. ის მაქვს ამოღებული ჩემი პატარა JBL-ის დინამიკი. ეხლა JBL-ს დავუკავშირებ. წამოვკოტრიალდები ეხლა აქ. კინოს უყურებ, დამოვშლით საწოლს, ძალიან კომფორტულად რო ვიყავ. ფილმს ჩავუჯდები და გავაგრძელებ.
გათენდა მეორე დღე. ყავა გავიკეთე, ახლა ცოტა ხილს შევჭამ. დღესაც ეგრე ვიждები, კაი ხანი. დილაობით არ ვჭამ ხოლმე ძალიან საჭმელს. რომ მომშივდება, გავაკეთებ დამბალი ხაჭოს ბურგერებს. ჩვეულებრივ ხორცი, პამიდორი, სალათის ფურცელი და დამბალი ხაჭო. ყველის ნაცვლად და მაინტერესებს როგორი გამოვა. ჩემი აზრით უნდა მოუხდეს, იმიტომ რომ რაღაცნაირია რა. უეჭველი მოუხდება. გარედან აუბარგდი. წინწყლა დაიწყო და შემეშინ არ დამსვერლებოდა ყველაფერი და ცოტა ამინდი გამოვიდეს. იმ ბურგერსაც გავაკეთებ, მაგრამ აქამდე კინოს უყურებ და შევწვი ხინკალი. დედაჩემმა გამომატანა ეს ხინკალი და კიდე კაი გამომატანა, არ მინდა თქო ვეუნებოდი. ეხლა აქ მე ფილმს ჩაუждები. გარეთ რო იწვნე, კაი ხედზე შევჭამ. და დაველოდები ამინდის გამოსვლას, რომ თავარი რაც მინდოდა დამბალი ხაჭოს დამბალი ხაჭოს ბურგერები მინდოდა რა, მაგაზე ვფიქრობდი და მაგას იმედია გავაკეთებ დღეს. გუშინი წვიმა სასწაულად. ანგრევ, მაგრამ დინარი არ ადიდებული. ისე ვისია იორი. მოსაღამოვდა და აგრილდა. ჩავიცვი ჟაკეტი აქეთ. კარგად გრილა რა. ეხლა ვიწყებ დამბალი ხაჭოს ბურგერის კეთებას. გუშინდელისგან განსხვავებით, ისი აღარ დავჭრი რა, ამით დავაქუცმაცებ, რომ უფრო ერთიანი მასა იყოს, რომ გაკეთდება. და მთლიანიც არ მინდა ნახევარს გავუკეთებ. მაცივარმა გამიყინა ყველაფერი. 2 გრადუსზე მეყინა და რანაირად გაყინა არ ვიცი. სალათის ფურცელი გაიყინა და რო გადნა რაღაცა ფაფასავით გახდა და გადავაგდე რა, იმით აღარ გავაკეთებ. გონი ეს ეყოფა რა. ამას გადავახვევ. ინგრედიენტებს გავამზადებ, რომ მე ერთიანად დავიწყო. დამბალი ხაჭო მაქვს, გავაკეთებ ხორცს. მოდი დავუმატებ მარილს. საკმარისია წესითან და კიდე. პაპრიკას დავუმატებ ცოტას. პაპრიკაც ეყოფა და შავ პილპილსაც დავუმატებ. მოურბიოთ. ეხლა დავიწყებ დამბალი ხაჭოს გაკეთებას. აინთო დაბალზე დავაყენოთ ისევ. გადავიტანოთ დამბალი ხაჭო ტაფაზე. მივასხათ ცოტა წყალი. სანამ ეს კარგად შეხურდება და მორევა დაჭირდება, გავაკეთებ ბურგერისთვის ხორცს. სულ ვაკეთებ 3 ინგრედიენტით. ესე იგი, ეს შედარებით უფრო გაიხსნება ვიდრე გუშინდელი, იმიტომ რომ გუშინ ეგრევე დანით დავჭერი. გავამზადოთ ეს ხორცი. ერთი მზადა. უკვე შეხურდა კარგად. ეს ფარში ერთხელ უკვე გაიყინა და მოდი მეორედ რო არ გაიყინოს, შევწვავ და ისე შევინახავ რა. შევაცხელოთ ეს ხარე. დავყაროთ ისევ. შიშხინდა. ეყობა. წერან გრილოდა ეხლა დაცხა, მაგრამ ჟაკეტს ვერ გავიხდი, ეხლა ვერ გამოვიცვლი. შიგნიდან არ მოცვი არაფერი. ხორცი ამოვატრიალე, პამიდორი დავჭერი. ესეც მგონი უკვე ნელ-ნელა ფინიშში გადის. ნახოთ ხორცი რა მდგომარეობაშია.
ძალიან კარგი. ერთი პური, აუ საერთოდ ხوار გავაკეთო მთლიანად და შევინახო, თორე ესე აზრი არ აქვს. ეს ორი ხორცი ესე ცალკე შევინახო ორი ისე. ეხლა საბოლოოდ ეყოფა მართლა ამას რა. კაი ხანი ვწვე. დავაგდოთ პური ამაზე. ამაზე როგორია ხორცთან ერთად. ავიღოთ ერთი პური, მოვასხათ მაიონეზი, დავაგდოთ ერთი პამიდორი, ეს და ზევიდან ეს. ესეთი გამოვიდა დამბალი ხაჭოს ბურგერი. შემიძლია გავსინჯო. თუ აქამდე ეს არავის არ გაუკეთები, აღმოჩენავთ მართლა. ყველის შემცვლელად თავისუფლად შეიძლება ამის გამოყენება. შევჭამ ახლა წყნარად და წესით უკვე ავბარგდები და წავალ რა საღამოა უკვე ვითმინი ამისთვის მთელი 2 დღე. Think you're the silent